ტრაგიკოს პოეტთა ასპარეზობაში მრავალგზის გამარჯვებული სოფოკლე ქუხარეტაშისგან გარდაიცვალა. მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა 2x2-6, მე მისი წამყვანი გიგა ჟღარკავა გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ყველასთვის ნაცნობი პერსონა, მუსიკოსი, ჯგუფ დესპანის სოლისტი და უბრალოდ ძალიან კარგი რუსთაველი მალხაზ ხონელიძე. გამარჯობა მალხაზ. მალხაზ რა სიტყვი? მომაკვდინებელია მქუხარეტაში? იმდენად მაგარი რომ შეიძლება გული გაგიხდეს, რა? გული გაგიხდეს და სცენაზევე დავარდე რა. ნამდვილად მაგარი განცდა. შეიძლება რომ დაუშვათ თუნდაც აი აქედან გამომდინარე აკონტროლო შენ თვითონ რამდენი ტაში მიიღო თუ მაგ დროს ასტრალში ხარ და ამ დროს ასტრალში ხარ შენ ამას არ აკვირდები იმიტომ რომ ზუსტად აი ეს ასტრალში და ეს შენი განცდა როგორც იხარჯების სცენაზე ზუსტად გამოხატავს ბოლოს იმ შედეგს რასაც იმსახურებ რა ამიტომ ამას შენ არ აქვს ყურადღებას თუ ამას ყურადღება მიაქცი არაფერი არ გამოვა რა ამიტომ იმ წუთას აი იმ მომენტში რა მომენტშიც ხარ თითქოს უნდა დაივიწყო გამიგე რომ შენ ვიღაცა გისმეს და გისმეს არა მარტო ერთი არამედ გისმეს ბევრი ადამიანი და ბევრი შენი მსმენელი შენ მისთვის უნდა გაიხარჯო აი ამ მიდგომით უნდა მიუდგე და დარწმუნებული ვარ შედეგიც მაგარი იქნება და თუ იმიტომ გამოდიხარ სცენაზე რომ მოდები ახლა ამას ვიზამ და ხალხისგან უხარეტარს მიიღება არაფერი არ გამოვა ამიტომ განცდაში უნდა იყო ემოციაში უნდა იყო ელემენტარულად და აი სულ პატარა აი პატარა საიდუმლოს გამოვხატე გათიშე შენი აზროვნებიდან და შენი თვალსაჩინარიდან შენ ვიღაც გისმეს მაგრამ ანუ ვიცი რომ გისმეს მაგრამ მოდი ეს გავთიშოთ იმდენად განცდით მოქმედე განცდით და ქუხარეტას მართლაც მიიღებ და აი მე შეიძლება ეს იყოს შენთვის ან სიკვდილის ფასად დაგიჟდა და დაეცე და გული გაგისკდეს იმიტომ რომ კარგად გაიხარ ან ფრთები შეგესხას ან ფრთები შეგესხას იცი მალხაზ მე ბევრჯერ მიფიქრია რაზე რომ უცხოეთში ნუ ძალიან იშვიათად კონცერტებზე დაუშვათ ყოფილვარ ზოგადად ინტერნეტ სივრცეში, სატელევიზიო სივრცეში უცხოური კონცერტები დაუშვათ რაც გვინახავს მე არა მარტო ეხა ჩვენ ბუნებრივი შენ ჩემზე მეტი ბევრად ანუ პუბლიკა აი მართლა განმგებია იმისა შემსრულებელი რა დიაპაზონზე რა სიმაღლეზე უნდა იყოს ანუ გულისხმობ იმას რომ ძალიან ჯანსაღია პუბლიკა ეს ღვასავით გელვარე ზუსტად იმდენად არის დაბალანსებული პუბლიკისა და შემსრულებლის ურთიერთობა ერთმანეთთან რომ აი ჩვენ რა გვჭირთ ქართველებს იცი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ბავშვობა მოგეხსენება 90-იანი წლები იყო თქვენი ახალგაზრდობა და ყრმობაც რომ იმ დროს იყო როგორი მომენტები რაღაცა ძალიან ცუდი სტერეოტიპები რომ კონცერტებზე მიდიოდნენ იმიტომ რომ მე იქ უნდა სამწუხაროა, მაგრამ ეჩხუბათ, კონცერტებზე მიდიოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხას უსვამ, რომ უნდა გაეცნოთ საპირისპირო ეს ადამიანი და საერთოდ არ აინტერესებდათ მუსიკა. თუმცა ქართველები ვითვლებით მუსიკალური თვალსაზრისით ერთ-ერთ რაღაც ამ კუთხით ერთ-ერთ თვითმყოფად ერად. რა ხდება ჩვენთან ეს ანუ პუბლიკაში ეს განწყობა რატო არ არის? ეს რაღაც გარკვეულწილად რაღაც ნეგატივების ბრალი ხო არ არის? როგორ ფიქრობ? აი, კარგად ახსენე ნეგატივების ბრალია მართლაც, ხო, ნეგატივების ბრალია, იმიტომ რომ მე მაგალითად კონცერტს რომელსაც უსმენ, ან მივდივარ იმიტომ კი არა, რომ იქ მაგალითად მე ვიღაცას ჩემი დავანახო, ან ან იქ რაღაც სხვა მიზნები მაწუხებს, ან სხვა ინტერესები, ან სხვა აზრები, არა, მე მივდივარ უშუალოდ შევაფასო მუსიკოსი. მან უნდა შემიქმნას განწყობა იმისი, რომ მე მისი მსმენელი გავხდე და მე მისი თაყვანისმცემელი გავხდე, ხო, ასე თუ ისე და ეხლა ზოგი იმის გულისთვის თუ მიდის, რომ აი მაგალითად იქ შეყვარებულს უნდა შეხვდეს, იცი? მუსიკის გარდა და კონცერტის გარდა არის სხვა ადგილები, ხო, არა, მაგასაც აქ ბუნებრივია. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კარგია, როცა იცი, აი ერთლიან კომპლექსში არის შენ შეყვარებულთან ან შენ საყვარელი მეგობართან ერთად ხარ ან საყვარელ ადამიანთან ან მეგობრების წრე ხართ ერთად გამიგე ერთად ხიარულად ამას კარგი შემფასებელი ხარ და კარგად ხართ იმ მუსიკოსთან ამიტომ რომ პირველ რიგში ის მუსიკოსი თქვენთვის იხარჯება იმ წუთას და არა თქვენი პირადი ინტერესების ან ურთიერთობების გულით ანუ მე ვფიქრობ და ალბათ მეთანხმები რომ ბალანსი ემოციებს შორის შემსრულებელსა და
პუბლიკას და ხო, შორის უნდა იყოს ბალანსი აბსოლუტურად. ხო, რა დაცული, ასე. მე ასე მგონია. იმდენად რამდენადაც სცენიდან პროდუქტი შესაბამისად და მიაწოდო ჯანსაღი და ზუსტად ჯანსაღად აღიქოს და იგრძნოს მანაც. ხანდახან მე მქონია ხოლმე ესეთი შემთხვევები, ახლა ძალიან ბევრ აი რო იტყვიან ცოცხალ კონცერტებს არ ვარ დასწრებული, მაგრამ მე დავესწარი ბრაიან ადამსის კონცერტს აქ თბილისში და საინტერესო ის იყო, რომ იმ წუთას მეგობრები მეწნე გვერდში, მაგრამ ამ წუთას თითქოს მეგობრებიც არ მყავდათ. გვერდში მე უშუალოდ იმ მუსიკოსთან ვიყავი, მაგრამ გახარებული აი ესეთი ბედნიერი სახით მეგობრებსაც შემოვხედავდი, გადავხვედი ხევს, იმიტომ რომ მე უბრალოდ ვიყავი მუსიკოსთან, რომელიც ძალიან მიყვარს და პატივცემდი და პატივცემ დღესაც და უბრალოდ ის იყო ჩემთვის ინცინფუზე მის შეფასებელი ვიყავი, რომ ესეთი ბედნიერება ძალიან იშვიათად გამიგე და ავიხდინე უცნაურად და მოხდი ის კონცერტზე, მაგრამ მეგობრებიც ვამამობ, მეგობრებიც წავდნენ გვერდში, მაგრამ მე უშუალოდ მაინც მუსიკოსთან ვიყავი და დაბალანსებულად მქონდა ეს ამ ჩემს ემოციებს ვიზიარებდი და ვისმენდი მასაც. კეთილი. მალხას მუსიკა ვიდრე ამ თემასთან ტრიალებთ. მუსიკა გემოვნება უფრო თუ განწყობა? აი მე უფრო ვიტყოდი გემოვნება და იცი რატო მე მაგალითად აი პირადად ეს ჩემი სუბიექტური აზრია გიგა მე ესე ვუდგები იცი რომ მე ვერ განმეწყობი მუსიკისადმი ან თქვა თუ ჟანრისადმი თუ მე ის ჩემს გემოვნებას არ აკმაყოფილებ გამიგე ანუ აქ ახლა თუ რო წავიდეთ შორს მუსიკის განწყობის თეორიაზე გადავდივარ ანუ შენ უნდა შემიქმნა განწყობა იმისი რომ მე მოვისმინო ან მე შემოვიდე შენთან საუბარში ან შემოვა ისე ხომნიშნელოვანი რამეა უკაცრავად გაჩერებთ ხომნიშნელოვანი რამეა განწყობის თეორია რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია იცით როგორი მომენტია ახლა რომ მე ვფიქრობ აი მუსიკის გადმოსახედიდან უფრო შევხედოთ ვიდრე მსმენელის ამდენადაც გულისხმობ ამას რა რომ უფრო ანუ კითხვაც ზუსტად ამაში მდგომარეობს განწყობა უფრო თუ ანუ ჩვენ შეგვიძლია ახლა ჩვენ მუსიკალურ მიმდინარეობებს და ჩვენს იდეოლოგიურ რაღაც სულებზე მუსიკალური თვალსაზრისით ვიდაოთ მაგრამ მუსიკას არა აქვს ის ზალა რომ ჩვენ სადაო კი არ მოგცეს განწყობა შეგვიქმნას აი მარტივად შენთვის თუ არსებობს მუსიკალური მიმდინარეობა რომელიმე რომელსაც დავუშვათ აი მალხას ხონელიძე ვერ მოусმენს ვერასოდეს აი არის ესეთი იცით არის ძალიან საინტერესოა ძალიან საინტერესოა თუნდაც მაგალითად ავიღოთ აი ჩემი პირადი გამოცდილებიდან რა ესე იგი წარმოიდგინეთ ახლა რომ აი ესეთი ჯგუფების თქვათ რომელსაც უსმენს Sting-ი, Coldplay აი ესეთი ჯგუფები კოკერი, ბრაიან ადამსი და ამ დროს მოდის პიროვნება ანუ ტიპიდან ნონე აი შენ მოგწონს თქვათ აჩიკო ნეფარიძე ხო ნუ უკვე განწყობა დაკარგული მაქვს საერთოდ ვაფშე და შოკირებული ვაფშე აი ამ მუსიკოს უსმენ და საერთოდ ასეთ მუსიკოს უსმენ და აი არაფერ შუაში არ არის ახლა ხო ნუ ეს განწყობას ვერ შემიქმნი ამ მუსიკოსით გამიგე იმიტომ რომ შენ თუ შემიგი გამწოს ჯერ დააკვირდი ადამიანს რომ შენ ისე თუ გინდა მასთან ურთიერთობაში და შეუქმნა განწყობა იქიდან გამომდინარე ისე უნდა შეთავაზო ეს რომ მან მიიღო და შენთან გაუჩნდეს თუნდაც განწყობის გზნობას და ისიც კარგი კეთილი მოდი ახლა უფრო მეტად გავშალოთ და ახლა ისეთი თემა ახსენე ბოლოში რომ ძალიან სუბიექტურობისკენ წავალთ მეც და შენს იმდენად რამდენადაც აქამდე მოусულ ვარ და ახლა ურთიერთობებიდან გამომდინარე ზუსტად ვიცით რომ შევთანხმდებით იმაზე რასაც ამბობდი მაგრამ გავანებთ ამას თავი და მოდი უფრო მეტად სიღრმეში ჩავიდეთ და ჩვენი გადმოსახედიდან გადმოვხედეთ რუსთავი ქალაქი ერთ დროს მეტალურგების ყოველ შემთხვევაში ნიშა და კლიშე ასეთი ჰქონდა მე იყო პერიოდი როცა იყო კურდების ქალაქი ჭყალებში ცხადია რაღაცა წვრილმანი პერიოდები იყო ბუნებრივია დღევანდლამდე მაგრამ აი მოდი დღევანდელი გადმოსახედიდან შევხედოთ ამ ყველაფერს რისი ქალაქია დღეს რუსთავი იმ გადმოსახედიდან შევხედავთ ის პერიოდი მეც გავიარე მართლაც რომ მეტალურგების ქალაქი იყო და აი ეს კლიშე და აი ეს იარლიყი ასე და ამ ქალაქს და სხვათა შორის კი არა მართლაც აი ესე ვიტყოდი რომ
ზოგი ამბობს ის ავად სახსენებელი ამას მე იმიტომ ვამბობ რომ ის ავად სახსენებელი რომ იქ რაღაც ცვლილებები მოხდა მერე თითქოს იქ აქეთ რაღაც გარდაქმნები რაღაც გარდატეხის პერიოდები იქ აქეთ რაღაც პოლიტიკაში თვითონ სოფხედელობაშიც და იმაშიც როგორც ქურდების ქალაქი მაგრამ ეს პერიოდი მეც გავიარე მყავდა ასეთი მეგობრებიც მაგრამ მე მაგალითად აქ სულებით ვერ ხედავ იმას რომ ეს კატასტროფა ან რაღაცა ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ეს იყო ამ ქალაქის ტრადიცია და მე მგონი დღემდე რაღაც ვაივაგლახით შემორჩა მაგრამ ვერა რა ისე ვერა როგორც მაშინ მაგრამ დღევანდელი ქალაქი მე ქალაქს ხედავ როგორ იცი რომ უფრო თანამედროვე ახალგაზრდების სოფხედულობაც შეიცვალა სხვანაირი მიდგომა გამიგე და უფრო აი რო იტყვიან აი უფრო მიზანდასახულები გახდნენ გამიგე შენ და ეხლა იმას ვერ ვიტყვი რომ ეს ქალაქი ისე ვის ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ამ ცხოვრებას უნდა არა დრო იცვლება წინ მივდივარ და მოდი ნაბიჯები გადავდგათ უფრო ცივილიზირებული და უფრო კარგი მიმართულებით ასე რომ ასე მგონია მე პირადად გიგა რომ ჯერჯერობით ქალაქში თითქოს რიტმი დაკარგულია თითქოს ტრადიციად დაიკარგა მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში რომ რუსთავია მაინც რუსთაველები ვართ მაინც ის ძველი შთამომავლა ის ძველი ჩვენი უკანა აი ეს რო იტყვიან ჩვენი უფროსი თაობა ჩვენი ხიდია ასევე მე ვიღაცის ხიდი ვარ ახალგაზრდა თაობის ამიტომ ყოველთვის ვთვლობ იმას რომ იყვნენ თანამედროვეები ოღონდ კარგი თანამედროვეები იყვნენ და ამ ქალაქისთვის კარგი იქნება თუ რაღაცას შემატებენ თავიანთი კულტურით, თავიანთი ვაჟკაცობითაც, თავიანთი კაცობითაც, ადამიანებსაც და თუნდაც ის რომ ეს ქალაქი მაინც დარჩება სიმბოლურად მეტალურგების და ქურდების ქალაქად ასე მოიხსენიება ყოველთვის, მაგრამ მოდი ამას დავიდავანებოთ, გავიხედოთ წინ, გავიხედოთ მომავლისკენ, გავახელოთ თვალები ყველა კარგ რუსთაველის უნდაცუნე რომელიც პატარა აგურს დადევს თუნდაც ახალგაზრდა თუნდაც ის უფროსი თაობა თუნდაც ის ახალგაზრდა თაობას და ისიც ამ ქალაქის კეთილდღეობის ასე რომ იტყვენ და გათანამედროვების სფეროში რა ამას ვიტყოდი მე არ მომწონს ეგ იდეა მე არ მომწონს იდეა რომელიც გულისხმობს რაც თქვი რომ დარჩეს ანუ ყველა ვარიანტში დარჩება სიმბოლურად თქვი ეს ანუ რაც ამოვყევთ კი არა ხვდები მაგრამ მე თვითონ იდეა არ მომწონს ერთ ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი ამ წუთას შენზე გეტყვი ამ მაგალითს რომ მალხას ხონელიძე ადამიანი რომლის მუსიკის სმენაც მე ყრმა ბავშვობაში დავიწყე და საიდანაც მეცაც გეტყვი კითხვა დავიწყე ტერენტი გრანელის ძალიან ცნობილი თქვენი შესრულებული ერთხელ ორჯერ ჩემგან მოსმენილისგან მე ტერენტი გრანელს და უჯექი და ძალიან შემიყვარდა გამომდინარე აქედან მალხას ხონელიძე მე ხე შეგნებულად აღარ ჩამოვთვლი დანარჩენს თუ გნებავთ შენ ჩამოთვალე ის ადამიანები ვინც ამინდს გარდა იმისა რა იარლიყების აქამდე გქონდა მუსიკაც იქნებოდა პოეტებიც იყვნენ და არიან მწერლები იყვნენ და არიან არქიტექტორები იყვნენ და არიან მე არ ვამბობ იმას რომ კარგი შემდუღებლები არ იყვნენ აქ კაცო და კარგი ადამიანები ზოგადად ვინც დაუშვათ ამ სფეროებში არ იყვნენ მაგრამ აი გამომდინარე აქედან მე არ ვეთანხმები იმ იდეას რომ ეს მაინც შემორჩება და ასე შემდეგ ბუნებრივია ეპოქალური რა თქმა უფრო ქრონიკები ხო ცხადია ეს რაღაცა კი გეთანხმები ისეთი პროცესია რომ ყველა ეპოქას თავის სახელი ერქმევა მაგრამ დღეს თუ კი იმ პერიოდებმა ჩვენ რაღაცა გარკვეული კარგი მოგცა სახელის და იგივე სიტყვას ვიხმართ თვითყოფადობის თვალსაზრისით ძალიან კარგი მაგრამ მე როცა ვიყურები იქეთ ჩვენი შვილებისკენ მე ნამდვილად არ მინდა აი ამ ჩარჩოებში ვისხდეთ რა თქმა უნდა გეთანხმები არა მე გეთანხმებით აბსოლუტურად გიგა აი ამ საკითხში რას ეხლა თქვენი მოსაზრება აბსოლუტურად გეთანხმებით მე მაინც მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ მე გავიარე ის პერიოდი მაგრამ მე მაინც ვჩები თანამედროვედ მაშინაც ესე უცხოდ ჩაცმული რა ვიცი ხლა რატომ მეძახდნენ ანუ მე ვცხოვრობდი ასეთ ქალაქში მაგრამ გამიგე უბრალოდ სულებით არ ნიშნავდა ჩემთვის იმას რომ აი შენ ასეთი უნდა იყო ან რატო არ ცხოვრობ ასეთი წესით არა მე შეიძლება არ ვცხოვრობ ასეთი წესით მაგრამ ადამიანი ვარ გამიგე მე ვიხედები თანამედროვეებისკენ მე ვიხედები წინ გამიგე მე უფრო ვიხედები იქითკენ რომ ამ ქალაქს ჭირდება განახლება იცი გამიგე იმიტომ რომ ეს დარჩა ისტორიად მაგრამ უნდა შეიქმნას ახალი ისტორიაც გამიგე ეს აუცილებელია და თუ ეს არ არის მაშინ იქ
არაფერიც ძალიან ცუდად ყოფილა მართლა საქმე და ძალიან ცუდად, ამიტომ რომ მე დღემდე ვამბობ, მე მიყვარს თანამედროვეობა, ვქომაგობ თანამედროვეობას, მიუხედავად ის თავის პლუსების, მინუსების, მიუხედავად ამისა, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს ხშირად მithქვია, მე ვარ ჯინსების თაობა და ჯინსებში უნდა მოვკვდე და დავსაფლავდე რა. აი ამას ვიტყვი, ვქომაგობ თანამედროვეობას. მახას რუსთავი, აი რომელი მუსიკის ქალაქია კარგი, მე ხა მუსიკალურ ჭრილში გადავიდეთ. ხო, აი მიმდინარეობის და მიმდინარეობის უფრო რომელი მუსიკის აი უფრო როკისკენ და ეხლა უკვე ტენდენციები შემოვიდა იმისი და ძალიან და რეგის ქალაქი და ეს სხვათა შორის ნუ ეხლა შორს არ წავიდეთ გიგა ალბათ რატომ და რისთვის ნუ ფეცნობიერში კარგად ხვდებით რატომ ეს ასეთი იყო და რუსთავის სხვათა შორის ამას ხმამაღლა ვამბობ და მიხარია რომ რუსთაველი ვარ და ვამაყობ რომ რუსთაველი ვარ იყო ყოველთვის აი რო თქვენ კულტურის რუპორი რა გამიგე აი ამ ხრივ თუნდაც თანამედროვე მუსიკაშიც და იგივეს ავიღოთ ფოლკლორი ავიღოთ ხო დიდი ტრადიციების მქონე ქალაქია კულტურის მხრით ხელოვნების მხრითაც უფრო ვიტყოდი როკი და რეგი რა ამას ვიტყოდი ეს ზუსტად შეესაბამება ზუსტად იმას რასაც სამწუხაროა მალხაზ რომ აი ზუსტად ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაღაც გარკვეული პერიოდია, ნუ ავაც ახსენებელ 90-იან წლებს არ შევეცდები რომ ბოლო ჯერ მოვიტანო ეს, მაგრამ ფაქტია ახლა მით უმეტეს შენი ასაკის ადამიანებზე პირადად შენზე ამან უფრო მეტად იმოქმედა. ახლა მე ვიყავი ასაკში, როდესაც ცნობიერება მიყალიბდებოდა და აი მოყოლებული იმ პერიოდიდან მე ჩემი ასაკის ადამიანებს იმ პერიოდ გამოვლილ ბავშვებს ვეძახი, ჩემს მეგობრებს მაგალითად გადარჩენილ თაობას, ანუ არ გაუფუჭდით რა, მოკლედ. რის თქმა მინდა ამით იცი რომ აი ყველაფრის და მიუხედავად რომ აქ ძალიან კარგი როკ მუსიკა იქნებოდა, ძალიან კარგი მეცნიერები იყვნენ, აღარა მაქვს, ანუ მარტო ხელოვნებაზე რო არ ვილაპარაკოთ, ხო? რაღაც გარკვეულწილად ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ერთ ადგილზე ტრიალებთ. ტრიალებთ კარგახანია. ზოგადად ერი მე თუ მკითხავ და ზოგადად მთლიანად საქართველოს, მაგრამ ხო მით უმეტეს ქალაქის შემოდგენილი ნაწილია ერთი მცირე ამ ყველაფრის. ახლა რუსთავზე ვისაუბრეთ, მუსიკაზე ვისაუბრეთ, რაც ყველაზე მთავარია. ეხლა მე მინდა ძალიან ისეთი ზოგადად სოფლიო საზოგადოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხს შევეხო და მაგალითად მოვიყვანო რუმინელი დიქტატორი ნიკოლაი ჩაუშესკუ, რომელსაც უამრავი სათვალთვალო კამერა ჰქონდა დამონტაჟებული და სხვათა შორის მათ შორის თავისი ქალიშვილის და სიძის საძინებელ ოთახში ჰქონდა ფარული კამერა, ხო. როგორ ფიქრობ და ზუსტად ვიცი რომ ფიქრობ რომ ეს ადამიანების თავისუფლებების საკმაოდ ისეთი საშინლად ცუდი ჟესტია და ფაქტია და დარღვევაა თავისუფლების მოკლედ უგულებელყოფა ადამიანების თავისუფლად ცხოვრების და არსებობის. მით უმეტეს ეს ამბები წინა წლებში, წინა პერიოდში ჩვენ გავიარეთ ქართველებმა. ანუ რას ფიქრობ ამ ადამიანების ტვინში, როგორებიც მაგალითად ერთ-ერთი მათგანი თქვი უკვე ნიკოლაი ჩაუშესკუ და მსგავსი ადამიანები, ვისთვისაც აი ეს კონტროლი ამოსავალი წერტილია და რომელზეც დგანან მმართველობის პერიოდში სიტუაცია შეიძლება არ იყვნენ დიდი მმართველები, მაგრამ სულაც რაღაცა საკუთარ ოჯახის წევრებს უთვალთვალებდნენ და ასე შემდეგ. ეს რა ფსიქოლოგიური მომენტია, ანუ რა პროტოტიპის ადამიანები არიან ესენი? რატო არ შეიძლება რომ ამის გარეშე მართავდე, აკონტროლებდე, რატო არ შეიძლება სხვა ემოცii და სხვა მიდგომით საქმისადმი თუ ერისადმი თუ ოჯახისადმი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ შეძლო ის რომ შენი ფრთების, შენი თვალყურის ქვეშ ყავდეს და ფლობდეს სიტუაციას რა. აი როგორ ფიქრობ? ახლა ეს ჩემი პირადად სუბიექტური აზრი არის და არ ვიცი ახლა ამას როგორ მიიღებს მაყურებელი, მაგრამ მე ჩემს სუბიექტურას გამოვთქვა ამაზე. ეს არ არის ობიექტური გამოსა, არ მინდა რომ ეს ვინმე ამის გავლენის ქვეშ იყოს მე რასაც. არა, ბუნებრივია, ჩვენ პირიქით მე ჩემი პირადი მოსაზრება მაქვს ამაზე. თვითონ ფაქტი რომ გისმენენ უკვე და სათვალთვალო კამერებს გიყურებენ და ამ დროს ერევიან უშუალოდ შენს პირად ცხოვრებაში, მართლა ძალიან ცუდი ფაქტია. არასასიამოვნო ფაქტი არის, არ მივესალმები ამას მართლაც. მაგრამ აქ ეს უკვე პოლიტიკის ნაწილია, გამიგეთ, ანუ კარგად თუ გადავხედავთ, ახლა იმ ჭრიშს თუ გადავხედავთ, თვითონ $1-დოლარიანზეც ვატყობთ პირამიდას და თვალი, ანუ თვალი ყველაფრის მაკონტროლებელი, ხო? ამ დროს
თვითონ გლობალური პოლიტიკაც თავაზობს და პროგრამაა და მისი ნაწილია ერთ-ერთი ამ პროგრამის სისტემის, ამ პროგრამული სისტემის ერთი ნაწილია, რომ ყველაფერი გაკონტროლებული უნდა იყოს. განა იმიტომ კი არა რომ უსაფრთხოდ იყოს, არა, ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ, უშუალოდ რას ფიქრობენ ჩვენზე. გამიგი, ანუ გაკონტროლებენ, გამიგი, ამ დროს მედიატორები და კატალიზატორები ჩვენ ვხვდებით თვითონ იმ ადამიანების, ვისაც ვირჩევთ, ხო? ამიტომ ისინივე გიწესებენ კონტროლს, რომ აბა გავჩერდით ახლა ერთი წუთით, რას ფიქრობენ ჩვენზე. კი, ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ აი რომ ვთქვათ, რომ აი ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის შუქურა, ხო? მაგაც გაკონტროლებულია ყველაფერი, აბსოლუტურად. იმიტომ რომ მოდი ნუ მივცეთ მაშინ საბაბს ან მიზეზს, კი ბატონო, ვილაპარაკოთ, რაც გვინდა, როგორც გვინდა, ოღონდ ქმედით უნარიანები ნუ გავხდებით, გამიგეთ? ამაშია საუბარი, ამას აკონტროლებენ უბრალოდ. შენ შეიძლება ბევრი რამე ილაპარაკო, თქვათ, ვიღაცის ცხოვრებაში, თუნდაც აი პირადი ცხოვრებაც რომ ავიღოთ, როგორც ინდივიდუმები რა. მე ახლა არ ვიტყვი, რომ ყველა, მაგრამ ჩვენც ხშირად ჩავრეულად სხვის ცხოვრებაში, ხო? ვიკონტროლებია და გვაინტერესებს. ხო, გვაინტერესებს, ხო და ახლა რა დიდი კატასტროფაა, რომ გაკონტროლონ შენ იქიდან რას ფიქრობ მასზე. ანუ ეს ისევ და ისევ უსაფრთხოების გულისთვის, მაგრამ აი ეს პირადი ქრონიკები, ესეთი რაღაცა, ანუ აი ესე ვიტყვი რა, ნუ იქნები საშიში ქვეყნისთვის და სულაც არ აინტერესებს. ანუ აქ კონტროლდება ქვეყნის უსაფრთხოება ელემენტარულად და მე მაგალითად ძალიან ცუდია რომ ეს ხდება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. იმის გამო რომ აი ვილაპარაკოთ ლაპარაკის გულისთვის და აქ აი ჩვენ კვლავ გვისმენენ, მოგვისმენენ და კიდე მოგვისმენენ. იცით რატომ? აი უცხოეთში ახლა ესეთი რაღაც სისტემა ინერგება ოპერაციის დროსაც. ანუ შენ და უნებურად გინდა თუ არ გინდა, როცა ანესთეზიის ქვეშ ხარ, მაგრამ პატარა ჩიპებს დგავენ. ანუ ეს ჩიპი რას ემსახურება, გაკონტროლებენ. ამიგეთ, გვაკონტროლებენ. თელი თუნდაც ინტერნეტ ქსელმაც ყველაფერი კონტროლირებადია. ანუ აქ რა არის ახლა კატასტროფული და ავტეხეთ აყალმაყალი იმის გამო, მე არ კიდევ ამბობ, რომ არ ვეთანხმები ამ სისტემას. წინააღმდეგი ვარ ამის. ეს არის უშუალოდ შენეული ახსნა, ჩემებული ახსნა, მაგრამ ეს არის როგორი ახსნა, იცი, რისი რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა. ინტერნეტ ქსელმა, ანუ თუნდაც აი ეს მობილური ტელეფონი ავიღოთ, ვლაპარაკობთ, რომელიღაც პროვაიდერით უკავშირდები აბონენტს, ხო? იმ პროვაიდერთან ილექება ეს ყველაფერი და იქ ეს არქივირებული ხდება, გამიგი, არქივში დევს, იქაც კონტროლებადი ხდები შენ ელემენტარულად. ანუ თუ რამე საფრთხეა შენგან, პრობლემა არ არის, ეგრევე ამოაგდებენ არქივს. თუნდაც ავიღოთ, აი გიგა უცხოეთის პასპორტები დიდი. იქ კარგად დააკვირდებით ფოტოსურათი რომ არის XXXX და ფრჩხილებია მე და 8 და 9 წერია, გამიგი. 10 შეიძლება სხვადასხვა ციფრი იყოს ეს, გამიგი გიგა. ანუ შენნაირი იდენტური ტიპი რამდენია? გამიგი, ხვდები? ესე იგი შენ რამდენი ტიპი დაგაგავს? ანუ თუ რამე პრობლემაა შენში, შეიძლება დაგიძახონ, ან მოხდა რაღაცა, ხო? ან ტერორისტული აქტი, ან რაღაცა იგეგმება, ან რაღაცა ისეთი, ხო, სიტყვაზე. ხო და გადადიხარ უცხოეთის საზღვარზე ელემენტარულად, ხო? ის ხო კონტროლირებადია, გადიხარ ხო ამ პროცედურას, ხო? გიგიყვანე, მაგრამ შენ თუ სუფთა ხარ, ამაში პრობლემა არ არის. კარგი, მალხაზ, მოდი ესე ვთქვათ. იმ შემთხვევაში თუ კი აი გლობალური თვალსაზრისით ვეშაპებმა მოინდომეს რომ კიდევ უფრო მეტად თვალყური გვადევნონ და კიდევ უფრო მეტად ედოთ ჩვენს პულსაციაზე ხელი. რა თქმა უნდა. არ ფიქრობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს კანონით ბრჭყალებში მოგიჯიან იმას, რომ განურჩევლად იმისა შენ რამდენად სუფთა ხარ თუ არ ხარ სუფთა, ზოგადად იმიტომ რომ საზოგადოების ყველა ნაწილი აკონტროლონ. აი ერთ მშვენიერ დღეს გეტყვიან, რომ ალხაზ იცი შენთან სახლში უნდა იცხოვროს ერთმა ჩვენიანობა, ადამიანმა და წარმოიდგინო დილით გამოდიხარ საძინებლიდან და აბაზანიდან გამოდის ადამიანი ხალათით, იმდენად რამდენადაც შენ სახლში მომხდარი ყველა ფაქტი იცოდეს და მე შესაბამის ორგანოებში, კალებში მიიტანოს.
ესე რომ მოხდეს? აი ესე რომ მოხდეს, აი ესე რომ არა, მალხაზ ხონელიძე ხო სუფთა ადამიანია, ესე რომ მოხდეს? აი ესე რომ არ მოხდეს, ამიტომ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. არა, ისე ხო მაგარი ფაქტია, საძინებლიდან გამოიხატა და შენი ამაზრიდან ხალათიანი. ანუ არ არის გამორიცხული ისიც რომ კონცერტზე რომ დაყვება, კონცერტზე რომ დამყვება ან სიტყვაზე მე არ ვარ ჯერ მეუღლესთან ყავას არ ვსვავ ან სიგარეტს არ ვეწევი და არ ვსაუბრობ და ისაუბროს მეუღლეს. საინტერესოა ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. კი, ასე რომ წინააღმდეგი ვარ ამის, მაგრამ ეს რეალობაა დღეს რატომაც ვაკურდებიან. კეთილი. კარგი, ნახევრად ხუმრობით შევეხეთ ამ თემას. ხო, არ არის, გამიკვირდება რა თქმა უნდა, ესე შევხედავ. საშინელება იქნება. საშინელება რა თქმა უნდა. აინშტაინის ცნობილი სიტყვებია. შემდეგნაირი მე ციტირებას ვახდენ. წარმატებისთვის საჭიროა იღბალი, თამაში და ენაზე კბილის დაჭერა. ბრავო. გასაგებია იღბალი, გასაგებია თამაში. აი ეს ენაზე კბილის დაჭერაში რა იგულისხმება, მოდი ესე ვთქვა და მით უმეტეს ახლა ბმა ისეთია, რომ წინა თემიდან ამ თემაზე რა რომ გავანებოთ თავი მოსმენას და კონტროლს და ასე შემდეგ გადავდოთ გვერდზე. აი რა იგულისხმება, რას ნიშნავს ენაზე კბილის დაჭერა წარმატებისთვის? ხო არის შემთხვევები, ხშირ შემთხვევაში ხა მე ჩემი ნატურიდან გამოვარ თუ შენი ნატურიდან გამოხვალ თუ ხა ჩვენი მაყურებელი თითოეული ხა ყველა ინდივიდია ბუნებრივია და თავისი გადმოსახედიდან შეხედავს ამას დაუშვათ. არის რიგი შემთხვევები ძალიან ხშირად ყოველ შემთხვევაში სადაც ნუ შეუძლებელია ენას კბილი დააჭერა. ანუ რას ნიშნავს ეს ყოველთვის ჩუმად უნდა იყოს თუ განსაკუთრებული შემთხვევები არსებობს, სადაც ხმა არ უნდა მოიღო, ანუ არ უნდა იყოს შენ ინფორმაციის გამტარი, არ უნდა იყოს, ანუ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, ანუ ამას გულისხმობ. აი როგორ ფიქრობ, რას გულისხმობდა აინშტაინი ენაზე კბილის დაჭერაში? ანუ მე ახლა ამას ჩემ ფორმულირებას ვეცემ, თვითონ აინშტაინი ასეთი ბუმბერაზი ადამიანი ალბათ ეს თავიდან გამომდინარე და თავიდან გამომდინარე თქვა ეს იმიტომ რომ ხანდახან არის ადამიანი რომელსაც იღბალიც გაქვს, მარიფათიც გაქვს, გამეგეშნოიანიც გაქვს, თამაშიც იცი გამეგეშენ, მაგრამ ენაზე კბილის დაჭერა ხანდახან გმართებს, რატომ? იმიტომ რომ შეიძლება ენას კბილი არ დავაჭიროთ, შეიძლება ამას ძალიან სავალალო შედეგები გამოიღოს, გამიგეთ. ანუ აინშტაინი ამას ფიქრობდა, როცა ის ატომზე ფიქრობდა ამას, ის რომ ხმამაღლა არ ეთქვა, გამიგე და არ მესულიყო, ალბათ ამ კატასტროფის წინაშე არ დავდგებოდით, ხო? ამიტომ ის რასაც ფიქრობ ხანდახან და რაც რისი თქმაც გინდა და თქვათ უკვე შედეგი მიღწეული გაქვს და შენ ამას ამბობ, შეიძლება იმ შედეგს სავალალო შედეგები მოყვეს შენთვისაც და კაცობრიობისთვისაც, გამიგე შენ. ხანდახან ახლა არ ვამბობ, რომ შემგვეველი ვარ ყველასთან, ყველაფერთან, ან ყველასთან. გამიგე შენ, მაგრამ ისევ და ისევ შენი თავის გადარჩენისთვის და თქვათ ასე რომ ის შენ რაც გაქვს იდეაში, გამიგე, ჩობია რომ ხანდახან არ გავახმაუროთ, ავთქვათ, იმიტომ რომ ამან შეიძლება ხანდახან აი ჩემი პირდაპირულობით ხანდახან ჩემი თავი დამიღუპია, გამიგე, იმიტომ რომ თუ რაღაც მიზნის მიღწევები შეიძლება სხვა ფორმითაც ეს სულებით არ ნიშნავს, აღარ ენას კბილი დააჭირე რომ ის არ მოხდება და ეს არ იქნება. ანუ უნდა იყოს ზომიერი, რა თქმა უნდა ზომიერი, აი ზუსტად მაკეთკენ მივდივარ გიგა, ზომიერი უნდა იყოს, დოზირებული უნდა იყოს. და ეს ყველაფერი სავარაუდოდ მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ და სავარაუდოდ იმდენად რამდენადაც დიალოგის რეჟიმში ვარ, ალბათ დამეთანხმები, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, რომ ეს ყველაფერიც რაღაც გარკვეულ ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის. ხო ესე? აი ხლა ცოტა იმასაც მიესადაგება ეს რომ ადამიანიო ადვილად სწავლობს საუბარს, რა ეს ჰემინგუეის კარგად ნათქვამი, და სხვათა შორის ჩემ თავზეც გამეცინა, იმიტომ რომ დავუფიქრდი და ჩავტვი ამ ციტატის აზრს, მართლაც რომ გამეცინა და ეხლა ყველანაირად ვცნობ როგორ მე გაჩვენება ვისწავლო რა. ანუ ადამიანი ძალიან ნაადრევ ასაკში სწავლობს საუბარს, ანუ ლაპარაკს ზოგი 5 წლის ასაკში, ზოგი 3-4 წლის ასაკში, ასე თუ ისე რა, ზოგადად. მაგრამ მე მთელი ცხოვრება უნდება იმას, რომ ისწავლოს როგორ გაჩუმდეს. გამიგე, მთელი ცხოვრება. ანუ კბილზე ენაზე კბილის დაჭერა რა. ალბათ ეს არის რა. კი ბატონო, ძალიან კარგი. კეთილი მალხაზ, ეხლა კიდევ ერთ ისეთ საინტერესო თემას შევეხოთ, მოდი. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გააკეთეს, შეადგინეს სტრესების შკალა. სადაც პირველი ადგილი უკავია დაბადების დროს
მიყენებულ სტრესს. ანუ როცა ადამიანი იბადება, ყველაზე დიდ სტრესს იღებს მაშინ. როცა იქმნება ის ადამიანად. როცა პირველ საერთოდ შეისუნთქავს, რა თქმა უნდა. ევლინება რა ამ ქვეყანას. მე მთელი თავისი ცხოვრება ისევ სტრესებშია, თუმცა ის სტრესი პირველ ადგილზე დგას კიდევ მეორე. რითი შეიძლება რომ ადამიანები მე ვახსენე ჩვენი საუბრის დასაწყისში ნეგატივი ვახსენე. შესაბამისად ამის მეორე მხარე პოზიტივია და ეხლა უკვე ამ მხრიდან წავალ. აი როგორ შეიძლება რომ უფრო მეტი პოზიტივი მივცეთ ერთმანეთს არ ვუყუროთ და ჩასაფრებულებმა არ ვუყუროთ უფრო სწორად ერთმანეთს და არ მაინც და მაინც ყურადღება არ მივაქციოთ ჩვენ ერთმანეთის ნეგატივებს არა საკუთარს ეს თავისთავად ცხადი ერთმანეთის ნეგატივებს როგორ შეიძლება რომ დაბადების დროს მიყენებული სტრესის მერე მთელი ცხოვრება ვიდრე ჩვენ აი ამ ერთი დიდი წრიდან გავალთ იქ სადაც გავდივართ შეუმსუბუქოთ ერთმანეთს სტრესებისგან მიყენებული და მოსული ნეგატივები. როგორ შეიძლება რომ galaktikამდე უწიოთ ისე რომ იყოს ერთი მთავარი სტრესი, მერე ბუნებრივია ხა ეს გარდაუვალია. გარკვეული დარდები, სტრესები, ხა ნერვული სისტემა როგორი ამას გავანებოთ თავი და არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ხო შეიძლება რომ მეტი პოზიტივი მივცეთ ერთმანეთს. ხო შეიძლება რომ ანუ ადამიანი ხო ხასიათია. ადამიანი ხო განწყობის თეორია ვახსენეთ უკვე. ეს ხო შეიძლება ხა შენთვის მე რატომ გეკითხები შენ მალხაზიცი რომ მუსიკოსი ადამიანისთვის ეს კიდე უფრო კარგად გასაგებია რა. შენ კიდევ ვიმეორებ ჩემი ყრმობიდან მოყოლებული მე ვხედავდი მალხაზ ხონელიძეში მთლიანად ჯგუფ დესპანში შენში როგორც პიროვნებაში იმას რომ პოზიტიური განწყობები და გემსახურებინა ადამიანების შენეს ძალით არა. კარგად გამიგე. აი ყველაფერს ალბათ აქვს რაღაცა თავისი გასაღები. ხო ესეა რომ ეს რაღაცა კეთილი კარი უნდა გაიღოს და მე რაღაცნაირად დავწყნარდებ ზოგადად ადამიანს. აი რა სად არის ეგ გასაღები? ეს გასაღები მე უფრო მგონია გიგა რაშია ეცე აი ეს დაბადების დროს დაყოლილი სტრესი რა ელემენტარულად ეს თვითონ ის არის რომ უკვე შენ ხარ იმ მყაროში და ასაც ცოტა ხანში როცა ცნობიერება უკვე დაიზრდები ამას ნუ ვიტყვით იმას რომ ახლად შობილი არაზრუნებს და არ ფიქრობს ის სვანაირად ხებულობს ამ ნეგატიური ის უფრო კარგად აგიხვავს ამ აი ზუსტად ის ნეგატიური პოზიციებია რაც უკვე მას უკვე გარეშ სამყარომ შეუქმნა დაბადებისთანავე გამიგე შენ ამას იმპულსურად ღებულობს ეს არის მისი სტრესი და ის ჯერ კიდე არ არის აი გათვითცნობიერებული თუ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს უკვე როცა მასზე საზოგადოება და ინდუსტრია იწყებს მუშაობას ელემენტარულად აი იზრდება და დაიწყო უკვე ის გძნობს თუ სად არის გამიგე და მე ემატება ეს სტრესებით ეს ნერვული სისტემების გამიგე შენ და მე უფრო გამოსავალი ერთ რამეში არის და კიდევ მეტი სითბო მეტი სიყვარული, არა აგრესიულობა გამიგე, აი ეს თბილი დამოკიდებულება ერთმანეთში რომ თუნდაც ის დაბადებისთანავე დაყოლილი სტრესი დავავიწყოთ ერთმანეთს. და იმის ზეგავლენის ქვეშ არ ვიყოთ თელი ცხოვრება, იმიტომ რომ აი თუ დავაკვირდებით იმ ახალშობის შიშის სინდრომი აქვს გამიგე, შენ აი უცებ ესეთი რაღაცა ის იცი რომ ის იმპულსურად ღებულობს ამას, თუნდაც ის ახალშობილი დაიბადა ახალშობილი, აგერ ოჯახშიც ერთი მეორეს როგორ დამოკიდებულებაში ის ბავშვებს აისახება ის იმპულსურად ამ სტრესებს ღებულობს გამიგე შეგემიდო ეს ფეცნობიერად ღებულობს მაგრამ აურა ვერ აღიქვავს რა არის მაგრამ გძნდებულობს აურა ამიტომ კიდევ ეს არის თბილი ერთმანეთს მეტი ღიმილი მეტი სითბო გამიგე დაძაბულობა მით უმეტეს ეს სოციალურ ფონზე ხდება ყველაფერი ეხლა და არც არის გამორიცხული და კანონზომიერია როცა ეხლა ადამიანი სოციალურად თქვა ძალიან სიდუქჭირის ქვეშ არის იმის ქვეშ არის იმაშენ ვერ გააცნი მაგრამ ეს არ არის გამოსავალი პირიქით იცი დაძაბული კი არ უნდა იყო ისევ სითბოში სიყვარულში და პოზიტიურ დამოკიდებულებაში ხედავ თუნდაც იმ სოციალური ფონის მოგვარებასაც გამიგე იმიტომ რომ შეიძლება შენ მატერიალურად ვერ დაეხმარ მაგრამ სულიერად ეხმარები გვერდში უდგახარ უღიმი და ეუნები რომ მოდი იცი რა დღეს თუ შენ ნეგატივი ხარ მოდი გააგდეს ნეგატივი ხანდახან ჩვენი თავის ნეგატივები ჩვენ ვართ კატალიზატორები გამიგე შენ როგორ განაწყობს შენ თავს გამიგე პრობლემები ყველას გვაქვს ნეგატივები ყველაში შემოდის მაგრამ გააჩნი ამას როგორ გააღვება ან გადააგდებ ან პოზიტიურად იცი რა ყოველ ნეგატივს ყოველთვის უნდა დაუპირისპირო პოზიტივი
უნდა დაუპირისპირდე მეორე მხარე რა თქმა უნდა ნეგატივს უნდა თუ ნეგატივში დარჩი ეს შენი კარმა ბოლომდე ესე იქნება ანუ პოზიტივისკენ უნდა გაიხედო ნეგატივი თითოეულ ჩვენგანში არის შემოდის ეს ელემენტი მაგრამ თუ ამას ჩვენ აი ესე რო ვთქვათ მივცემთ აი იმას რომ მოდი გაიდგას ფესვები და გაიდგას ფესვები სულ ნეგატივში ვიქნებით აი ამიტომ მიყვარს მე პირადად რეგი, იმიტომ რომ მასში რა თქმა უნდა ჰარმონიულად ძალიან ბევრი. ეხლა ჩვენ საუბარს როგორ მოუხდებოდა ფონად რეგი. რეგი, ბობ მარლი, ჩვენი ლეგენდარული, ძალიან ბობ მარლი მოიგი, დამიანო მარლეი და ასე შემდეგ და ძალიან მოუხდებოდა ფონად ჩვენ საუბარს რეგი. ეს ჟანრი ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს. მალხას მოდი რაღაც პოლიტიკურ ჭრილშიც ერთი მცირედი დროით პოლიტიკურ ჭრილშიც გადავიდეთ და მინდა რაღაც ისეთზე საგარეო პოლიტიკაზე უფრო მეტად გლობალურზე წეგან შევეხეთ კიდევაც ამ თემას კითხო. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე რა სიტყვი? ანუ გულისხმობ რას, რომ ეს იყო უფრო მეტად მოდი მე ჩამოვთვლი თეზებს ვიტყვი ყოველ შემთხვევაში. ერთია დაუშვათ ანექსია, პირდაპირ და მეტი არაფერი იდეა ალტერნატივა ამას არ აქვს. მეორეა ძალთა თანაფარდობა, შემოწმება დაუშვათ ორი მონსტრი სუბიექტის. მესამეა ერთმანეთის ძალების შემოწმება და სამზადისი არ ვიცი. მე ვფიქრობ რომ ასე არ იქნება და იმედი მაქვს არ იქნება, მაგრამ რაღაცა უფრო დიდისკენ და გლობალურისკენ რაღაც ამოწმებენ რა ერთმანეთს. ანუ რა სცენარია, რა ხდება იქ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე ძალიან დიდი ბევრი მსხვერპლია უკვე ხა კვალიფიკაცია ომის ნებისმიერ შეხლა-შემოხლა საზოგადოების კვალიფიკაცია ომის ეძლევა მაშინ, როცა გარკვეული რაოდენობა ადამიანი, ანუ მსხვერპლი გარკვეულ რაოდენობას აღწევს. 10 და ამ რაოდენობას უკვე უკრაინაში მსხვერპლი. შესაბამისად ეს რაღაც გამოუცხადებელი ქრონიკასავით არის რა, მაგრამ ფაქტია რომ ნამდვილად გაცდა უბრალოდ რაღაც მცირე კონფლიქტის საზღვრებს. ომია ფაქტია, მაგრამ რა სცენარია, ანუ რა თამაშს თამაშობენ ეს სუბიექტები? ხო, რა ძალიან მაინტერესებს შენ. ეხლა ამას თუ აი მიმართულებით გამიხილავთ, რომ რაც ხდება დღეს მთელს სოფლიოში ან გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მისი ერთ-ერთი ნაწილია ზუსტად აი ეს ასეთი კონფლიქტები. აქ მე უფრო ვიტყოდი, რომ ძალთა თანაფარდობის გამოცდა უფრო არ იყო, უფრო პოლიტიკური ინტერესები იყო, უფრო პოლიტიკურ და თუ ამას გლობალურ ჭრილში განვისვით, უფრო პოლიტიკური ინტერესები იყო, იმიტომ რომ აი ეხლა მე ქრონოლოგიებს გავავლებ ელემენტარულად რასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რაც უკრაინამ განიცადა, ჩვენ კიდე ეს უფრო ადრე განვიცადეთ, ანუ აქ იყო საუბარი არა ვთქვათ იმდენად იმაზე, რომ ძალთა თანაფარდობა საქართველოსთან რუსეთს რა ძალთა თანაფარდობა უნდა ეხო ახლა აბსურდია, ხო, მაგრამ მე აქ ეს უფრო პოლიტიკური ინტერესები, უფრო გეოპოლიტიკური. ამდენად ვიგულისხმებ ორი მონსტრი რა თქმა უნდა. არა საქართველოს და ამ შემთხვევაში არა უკრაინა. რა თქმა უნდა, აქ არის უბრალოდ როგორ იცი ფარული ჭიდილი ერთმანეთში დასავლეთის და რუსეთის. ანუ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე, მაგრამ ელემენტარულად ამას დაარქვეს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ელემენტარულად გამოვიდა ხალხი, გამოიყვანეს ამ ლოზუნგებით, მაგრამ ესო ყველამ კარგად იცით თუ კარგად დაფიქრდებიან ამაზე, რომ ეს იყო თუნდაც იმ მხრიდან დაფინანსებული, რომელსაც შემდეგ მოყვებოდა ეს კარგად გათვლილი პოლიტიკა იყო, კარგად გათვლილი, ანუ რუსეთის და დასავლეთის ერთი ისე შეხმატკბილებულად ერთმანეთში საუბრობენ, მაგრამ ამერიკა მიცის, თქვა თუნდაც დასავლეთ, მე კონკრეტულად არ ვიტყვი ამერიკას, დასავლეთ ქვეყნებმა იციან, რომ ვერ გადადგავენ იმ ნაბიჯს თუ რუსეთმა არ იცის და რუსეთი ვერ გადადგას იმ ნაბიჯს თუ პირიქით თუ მათმა არ იციან, ამიტომ ეს თუ კარგად დავაკვირდებით, ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელიც ემსახურება ერთ გლობალურ პოლიტიკას, ანუ ვაკონტროლოთ ყველაფერი, შენ აქეთ, მე აქეთ, ჩვენი ინტერესები გვაქვს და უყურეთ რა მოყვართ უკრაინის ამ კონფლიქტებს. მოყვარა შეიქმნა აურაცხელი უკრაინის დახმარების, ეკონომიკურად დახმარების ფონდის საზოგადოება და ფინანსური ბანკები და რაღაცები, ანგარიშები. ანუ აქაც მიდის ამას მოყვება ფულის გათეთრებები და მიგე და საქართველოს
საქართველოშიც ნებისმიერი ომი, ნებისმიერ ქვეყანაში ელემენტარულად ვიტყვი, ეს არის ნარკოტრაფიკინგი, ეს არის იარაღის ბიზნესი ელემენტარულად და მეორეც რატომ არ შეეხო დასავლეთ უკრაინას? არ შეეხო დასავლეთ უკრაინას იმიტომ, რომ იქ მას არ ქონდა ინტერესი ქონდა ჩრდილოეთ აღმოსავლეთ მხარანუ ყირიმი, აი ესე ლუგანსკი, დონეცკი და ესე შემდეგაში სამხედრო ბაზები ყავს. ელემენტარულად აქედან მე ბანკები ჯახი არის ერთმანეთში, როჩილდები და როკფელერები და ყველამ კარგი. მე მალხაზ მე დაახლოებით როგორ ვფიქრობ, იცი, რომ წარმოიდგინე, აი ეს ორი მონსტრი სუბიექტი მე და შენ ვიყოთ. პოკერს თამაშობდეთ, კარტი დარიგდეს და საბოლოო ჯამში ისე მოხდეს, რომ ჩვენივე პსონები ზუსტად თანაბრად გავიყოთ. რა თქმა უნდა. რაღაც ესეთი. ზრად გეთახმები ზუსტად. კეთილი, მე კიდევ ერთი ბოდიში გიგამაპატიე მეგონა რომ აქ კიდე ერთი მომენტი არის, რომ ამ დროს აი ეს მასა გამოყავთ თავისუფლების ლოზუნგებით, გამიგე და ელემენტარულად ეხლა მაშინ აი ეხლა შევეხოთ აი ამას, რომ ანექსირებულია ქვეყანა, ჩვენი ქვეყანაც და უკრაინაც, ეს ფაქტია. ანექსირებულია, მაგრამ უყურეთ, აი აქ რა მოხდა? ის გეუნებაში, ნატოში გინდა გაწევრიანება. კი ბატონო, მაშინ ამ საზღვრებით გაწევრიანდი, რაც ეხლა გაქვს რეალურ მდგომარეობაში. აი ამ საზღვრებით რაც შემოვფარგლე, გამიგე? იგივე მდგომარეობაში ვართ ჩვენც. გამიგე და თუ ჩვენ ამას ვაღიარებთ და ერთხრივ ამას ვაღიარებთ, მაშინ უნდა დავთმოთ, ხო ის ტერიტორია და აღარ უნდა თქვა, ეს აღარ არის ანექსირებული. გამიგე? ეს ტერიტორიები უნდა ვაღიაროთ, აი ამ საზღვრებით უნდა შევიდეთ, გამიგე და მალხაზ ცოტა მეეჭება რომ ესეც აკაურობაზეც თქვა, ანუ რას გულისხმობ, ანექსია ახსენე. დიახ. მასების ქუჩაში გამოყვანა ახსენე. ხვალ 15 ნოემბერია და ქართული საზოგადოების ნაწილი პოლიტჭილში თუ საზოგადოებრივად ამას ამ შემთხვევაში ჩვენ ამ წუთინდელს საუბარში მნიშვნელობა არ აქვს, ზუსტად ანექსიას გმობენ. ანუ ხვალინდელი მთავარი ლოზუნგი თბილისში ვარდების მოედანზე იკრიბებენ ადამიანები, ეს დაანონსდა და ვიცით საზოგადოებამ, არა ანექსიას, შემდეგი სახის სათაური აქვს. ეს რას ნიშნავს? ადამიანები, ვინც დაუშვათ ხვალ არ იქნებიან იქ, არ გმობენ ანექსიას, თუ იქ მისვლა იმას ნიშნავს, რომ დავანახებთ მთელ საერთაშორისო სპექტრს, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ მთელი ერი ვგმობთ ანექსიას და ამით გადაწყდება ამბავი. ანუ რა შეუთავსებლობა, რას ვამტკიცებთ ხვალ ჩვენ? ეხლა ამაზე ჩემი მოსაზრება აქვს ამაზე, კარგად ახსენე. უკვე ეს ვარდების მოედანზე გასაგებია ჩემთვის უკვე ვისმიერ იქნება ეს აქცია ჩატარებული. ჩემგან გაიგე? შენგან გავიგე პირველად ეხლა, მაგრამ ისე კარგად ისეთი რაღაცა მითხარი გიგა რომ ვარდების მოედანზე, ნუ გასაგებია ამას არ ვიტყვი და ეხლა ამას პირდაპირ ვისი მიერ იქნება ეს ორგანიზებული, მაგრამ ესრულებით გეთახმები იმაში რომ მე ყოველთვის ვამბობ არა ანექსიას. ეს ჩემი ქვეყანაა, არა ანექსიას, მაგრამ ეხლა იქ რომელი პოლიტიკური ძალის გამო, რომელი პოლიტიკური პარტია ატარებს ამ აქციას და კარგად ვიცით ამას პირდაპირ ვარდების მოედანში ჩემთან რასთან ასოცირდება ეს კარგად მიხვდები გიგა. ამას ვამბობ პირდაპირ ვამბობ ეს იქნება ნაცნობობის მიერ დაგეგმილი აქცია ალბათ. ამიგეში, მაგრამ ესრულებით ანიშნავს იმას, რომ მე თუ ხვალ იმ აქციაზე არ მივედი, ეს გულში ამტკივა და არ უცხადებ ანექსიას არას. ნამდვილად არ ნიშნავს ამას და ნუცურავი ნიტყვის იმას, რომ იმ აქციაზე რაღაცა მივიდა და იქ დადგა, ზოგი იმიჯის გულისმით მიდით, ზოგი ალბათ იმის უყარია ტელევიზორში არ არის გამოჩენილი და გამოჩნდეს იქნება კაცი და რაღაცა და აგერ მეც ვარო, ესეთი რაღაცა თქვა. ერთი სიმღერა ხო არ ჩავწეროთ საერთო არა ანექსიას. პრობლემის გარეშე. კონდეს ამასთან კარგი იდეა, რა კარგი იდეა, სრულებით ანიშნავს იმათ, რომ მას ჩემზე მეტად შესტკივა გული და მე თითქოს რაღა იმ აქციაზე არ მივდივარ, ან ვერ მივარ რაღაც მიზეზების გამო, სრულებითაც ანიშნავს იმას, რომ მე ეს გულში არ მტკივა. იცი, ასე ხმამაღლა ყვილილი არა ანექსიას და ასეთი აქციებით ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ, ეს კიდე იმ ზუსტად იმის შედეგი იყო, როდესაც დიპლომატია გაუშვეს შემოლებაში, არ გადავიდე ამას. ამიგე და კარგი, მალხას ცოტა სასაცილოა ჩემთვის, ესეთი რაღაცა, პირდაპირ ვიტყვი. გამიგე გასწავლთ, მაგრამ ის ვინც მივა ამ აქციაზე, ვერ ვიტყვი რომ მას
არ შეტყივა საქართველოს თვით გული და ისინიც არ მივა ნუციტნაზე იტყვიან. იქ ყოფები რატომ არ მოხვდი ამ აქციას? ვინც არ მივა დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშზე და ვერც სახლში ვერ უყურებს თამაშს, აი მაგ შემთხვევაში რა ხდება? მოკლედ რის თქმა მინდა. კარგი, გადავედი, ანუ გადამყვანად ესე იყო, მოკლედ. აი საქართველოს ნაკრების თავმჯდომარე რო იყო საფეხბურთო ნაკრების და მე ვიცი რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ და საკმაოდ რას ლაპარაკობ? დიდი პასუხისმგებლობაა, ხო? მაგრამ წარმატებები მჭირდება. მე არ ვარ ისი მომხრე. მაგრად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. ხო. აი ეს იმდენად ეს წაგებულის ფსიქოლოგია იმდენად გაგვიჯდა ქართველებს, რომ აი საშინელებაა უკვე რა. მე მირჩევნია ვერ ვითამაშოთ ძალიან კარგად. მაყურებლისთვის რაღაც შეტევი ფეხბურთი ასე შემდეგ და ესეთებიც ყოფილა, მაგრამ წარმატებისთვის მაინც ვერ მივიღწევი ხო. მაგრამ შედეგი რაღაც დიდ ფორუმზე გასვლა მინდა. მოკლედ საქართველოს ნაკრების თავმჯდომარე იყო რა ტაქტიკით ათამაშებდი? აი საქართველოს ნაკრებს. ერთი ტაქტიკა ანუ პრაგმატული უფრო ხარ თუ ბრაზილიელი უფრო ხარ? პრაგმატული უფრო ხარ. იტალიელი ვარ ვაფშე იტალიის საერთოდ იტალიის ნაკრებს ბალეში ყოფ საერთოდ ბავშვებიდან. ანუ იგე მაგრამ ცოტა ამ სოფლე ჩემეძი ვერ გვასახელეს ძალიან ცოტა ვერ ვიყავით ასე რომ ვთქვათ მაგრამ აი ჩემი პირადი შეხედულება მაქვს ახლა საქართველოს ნაკრების წელი რო იყო რა ტაქტიკით ვათამაშებდი. პირველ რიგში ფსიქოლოგია უნდა ჩამოუყალიბდეს გუნდს. რა მნიშვნელობა აქვს შენ 5 გზის სოფლო ჩემპიონატზე თამაშები თუ 3 გზის თუ 4 გზის სოფლო თამაშამდე არ უნდა წააგო. თამაშამდე არ უნდა წააგო. შენი თამაში. ნუ ალბათ ერთადერთი ნაკრები ვართ რომელსაც შეგვიძლია ბოლო 15 წუთში წავაგოთ თამაში რა. ანუ იგე ან საკუთარ ხშირად ძალიან ხშირად ანუ ეხლა ძალიან არ ვიქნები კრიტიკული ნაკრების მიმართ, მაგრამ აი ამდენი წლის მანძილზე მე ნამდვილად ვერ დავინახე გუნდში ის სულისკვეთება რომ შენს ხარ საქართველოს ნაკრებში და შენი იმიჯი და შენი თამაშით უნდა გვასახელო თუნდაც წააგო. მაგრამ ითამაშო, აი მე ვერ დავარქვევ ეხლა როგორ დავარქვა ნაკრებს რომელიც არც ჩვენ ვითამაშეთ მაგრამ ვერ ითამაშე მაგრად შეიძლება მაგრად ითამაშო წააგო ამასაც ვხედავ რომ გუნდმა ითამაშა მაგრამ წააგო ოღონდ ეს ძალიან იშვიათად უნდა ხდებოდეს ძალიან კარგად თამაშობ ხშირად არ უნდა აგებდე გეთახმები იგავიგე შენ მაგრამ დღეს ფეხბურთი ორიენტირებულია შედეგზე ერთი ტაქტიკა შევთანხმდეთ 4-3-3-ზე გეთახმები ზუსტად ეგ ტაქტიკა მქონდა ახლა მე მაგას ვიგნო 4-3-3-ზე კეთილი შემდეგი თემა მინდა დამოვწიო ჩვენ ყველა გადაცემაში ესეთი რაღაც პატარა ტრადიციასავით იქნება იმიტომ რომ ქართული ანდაზები უამრავია და მე მინდა გითხრა რომ დიდი უმრავლესობა მათი არ მესმის ანუ ეს ლოგიკა, მორალი ვერ ვხედავ რა არის ესეთები ძალიან ბევრი. დღევანდელ გადაცემაში ერთი ესეთი ანდაზა მოვიყვანოთ მაგალითად. გლახას კიტრი მიცეს აიღო და თქვა რატომ დასეტყვილი შემოხტაო. რატომ დასეტყვილი შემოხტაო? ხო, აი გლახას მიცეს კიტრი და რატომ აი რა მორალია აქ? კარგია ის რომ გლახას კიტრი ერგო და მე რა ხდება? დასეტყვილი მე თვითონ არის დასეტყვილი ხინ გლახა თვითონ არის დასეტყვილი გამიგე ახლა როგორ შეიძლება ანუ ეგ ნაჩუქარ ცენსკის არ უსინჯებენ რომ მგონი რაღაც მადრიდი ვა აი კიდევ ერთი ხო ნაჩუქარ ცენსკის ახლა მომისმინე თუ დასეტყვილი კიტრი არ გიდა მაშინ გაადრია ახლა სვისგან იწო სხვამ გარგუნა რაღაც დასეტყვილი კიტრი ხო და კიდე პრეტენზიას აცხადებ ანუ აი რა გვაქვს ანუ აი ქართველებს ეს რატო გვაქვს ეს მომენტი რაღაცით ყოველთვის უმადურია გერგო და რატო ყოფილო რატო ხარ მაშინ ნუ გააკეთებ ის რომ ესეც არ გერგოს ხო არა ეს გასაგებია მაგრამ ეს საიდან მოდის ახლა იმდენი თემა ვახსენეთ ხო ყველაფერს დავიგავანებოთ დაბადების დროს მიღებული სტრესი ვახსენეთ მაგრამ ეს ხო მარტო ქართული არ არის ხო ყველა ერთნაირად იბადება ხო ასე რა აი რატო ეს მომენტი იმიტომ მორალი იმიტომ ვიკითხე და სიბრძნე ამანდაზის რა არის თქო რა გერგო და მე უსინჯა ული კი ბატონო ეს მე ძალიან მომწონს რომ ყველა მხრიდან შემოვარო და შეხედო ზოგადად თემას მაგრამ
აი გერგო და მაინც და მაინც გლახა ხარ რა. გლახო. დანიშვეთად გერგება და გერგო. სადა რა ფსიქოლოგიური მომენტია ეს, რატო გჭირს ეს ამბავი? ეს ამბავი იმიტომ გჭირს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიღაცისკენ მიშვერთ ხელს. და ვარ სულ უკმაყოფილოები. სულ უკმაყოფილოები გამიგე. ამიტომ ხელის გაშვერას, გამიგე და იმ გლახაობას, ჯობია რომ შენი საკუთარი კონდეს, შენ თვითონ მოუარო და შენ იყო თვითყოფადი გამიგე შენ. ეხლა ხელი გაშვერილი ყოველთვის, ანუ ეხლა პოლიტიკაზეც რო გადავიდეთ, იქით წაგვიყვანს, იცი რა. შენ ამობრას როცა აი ესეთი ტიპი ვარ, მოდი დამეხმარე რა, გამიგე შენ და შენ არაფერს არ აკეთებ თვითონ იმისთვის რომ ეს დაუსეთყვა ვიკეთეთ არ ხარ ოროსანი და თხოვ რატო ხარ შენ რატო არ ხარ შენ ხუთოსანი აი ნუ აი ზუსტად აქეთკენ წავედი ამიტომ შენ ხარ ოროსანი და თხოვ იმას რატომ არ ხარ ხუთოსანი გამიგე მე ძალიან კმაყოფილი ვარ შენი ამ გადაცემაში სტუმრობით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მინდა გადაგიხადო ესეც როგორი ისინი ისეთი ფორმები გვაქვს ხოლმე ქართველებს თუ მინდა გადაგიხადო გადაგიხდი კიდევაც ამდენად მადლობას გიხდი მოგზანებისთვის. ეს ერთი. მე მეორე კმაყოფილებაზე ვილაპარაკეთ და კიდევ მთავარი კმაყოფილება ერთ-ერთი კიდე დღეს ისეთი დღეა, რომ საქართველოს ნაკრები თამაშობს დაახლოებით 1 საათში, საფეხბურთო ნაკრები და მე იმედი მაქვს, რომ კმაყოფილები ვიქნებით 11 საათს. კმაყოფილები უნდა არ იყოს, ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. შედეგი და ბოლო კითხვა მაქვს შენთან რამდენია 2x2? 6. ხა, 6 რატო დაუფიქრებ? 6. იმოქმედა რა თქმა უნდა. ახლა უღმესი მადლობა მომზადებისთვის, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობას უხდი ტექნიკურ პერსონალს გადაცემის მომზადებისთვის. უღმეს მადლობას გიხდით ძვირფასო ტელემაყურებლებო იმისთვის, რომ გვიყურეთ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოიწონებთ ჩვენს გვერდს სახის წიგნზე, ანუ Facebook-ზე. 6 უდრის 2x2-ს. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, დროებით. ორჯერ ორი მოდი იყოს 6